ტურბოზავრები. სენსაცია. ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ გვიპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ, თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. კატა, მოდი უფროსებს ვუთხრეთ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამოგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება, მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. მინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა, რისგან გამაკეთებთ? რა თქმა უნდა, ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატა, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ! როგორც მოდელი მეც სარგებელს მოგიტანთ. ძალიან გავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან.
საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ, ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეკობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავ ტრაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია. მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო, ისწავლეთ. შეგეშინდათ არა?
სულაც არ შეგუშინებია. ხომ ასეა თორ? ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით, თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მერე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ ეხებენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც შვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეტიასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან დღეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს. სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედია, არ ენერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ, ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასწრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია.
კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მარჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. დო, მიდი. ანკი, შენი ჯერია. არა უშავს, შემდეგ ჯერზე გამოგივა. თქვენ შეჯიბრებაზე არ დამიშვით. მე კი? მე? ისე გავფრინდებოდი. აი ზუსტად მართალია. ჯერჯერობით დო ლიდერობს, ის ყველაზე შორს გადახდა. თანაც გრაციოზულად. შენი ჯერია ტრაკ. ტრაკ, საით? არ გადახდები? ტრაკი კარგად რომ გადახდეს, სათანადოდ უნდა მოემზადოს. ავაზობ ცოტა შორს დავდგეთ. ჩვენი ვეუსაბთ ხვებისთვის. ახლა რაღაც მოხდება. ეს რეკორდია. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის. მხოლოდ ერთხელ მეტკინა დიდი ხნის წინ. ბავშვობაში. შესანიშნავი ნახტომი იყო ტრაკ. გაფრენისას პტეროდაქტილს გავდი. შესანიშნავი შეჯიბრება გამოვიდა. ძალიან ცუდად არის საქმე. ძალიან ცუდად. გაიხსენე, სად შეიძლებოდა დაგეკარგა მედალიონი. არ ვიცი. დილით ადგილზე იყო. საქმე სერიოზულადაა. მეგობრების დახმარების გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ზერ, პეტიას და კატიას დაუძახე. ჩვენ კი ძებნას განვაგრძობთ. თორ, ანკი, ნუ გძინავთ. დო, მინდვრის სიმბოლოში მოძებნე. ტრაკ, ზევიდან კარგად უნდა ხედავდე ყველაფერს. ეძებენ უდგახარ. პეტია, კატია, ეს საშინელება. საგანგებო შემთხვევა. ტრაკმა თავისი მედალიონი დაკარგა. ძალიან ცუდადაა საქმე. მერე რა მოხდა, დიდი ამბავი. მე გამუდმებით ვკარგავთ მის სამაგრებს, ბაფთებსა და გულსაბნევებს. ჰო. ახალი მედალიონი გავუკეთოთ. ესე მარტივად არ არის საქმე. შკარა გამომყევით. ჩვენი მედალიონები არის გასაღები, რომლებიც ბაზას ხსნის.
ის ვისაც მედალიონი არ აქვს, ბაზარში ვერ მოხვდება. ტრაკმა კი თავისი მედალიონი დაკარგა. საშინელება. რას ნიშნავს ბაზარში ვერ მოხვდება? არ მესმის. ტრაკ, გაჩვენე. ხო, მაგრამ ღამე აქ მარტო ვერ დავტოვებთ. ჩვენ ხომ მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ. თანაც შეიძლება ადამიანებმა დაინახონ. ეს საშინელებაა. ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება. გეგმა მაქვს. თქვენ წადით, ჩვენ კი ტრაქს შევნიხავთ. დილით რამეს მოვიფიქრებთ. ტკივნეული არ იქნება? კვები დაგჭირდება, გამხმარი ტოტები, ფიჩხი და ყველაფერი, რასაც ტყეში იპოვით. ტურბოზავრებო, წინ! ზადარის ტრაკ? აი მხესთან დაჯექი. შენი ხბუას ვიწყებთ. გირჩის დავადოთ ზემოდან. ახლა კი სახლებში წავიდეთ. ყველა მოვიფიქრებთ რა გავაკეთოთ. ტრაკ? შვიდად იჯექი. ესეც დილა. რამე მოიფიქრე? მე არა, შენ? არც მე. რა გავაკეთოთ? ბებია სწორად ამბობს. დილით საქმის მოგვარება უფრო ადვილია. კი, მაგრამ სად იპოვეთ? ჩვენ ხომ ყველგან ვეძებეთ. თურმე? იპოლიტმა იპოვა და თავისი ზურგჩანთით წაიღო სახლში. საოცარია, ტრაკი სად არის? ტრაკ! რა ხდება? აიღე და აღარ დაკარგო. დიდი მადლობა, მეგობრებო. თქვენი დახმარების გარეშე ასე კარგად ვერ გამოვიძინებდი. ასეთი სიცხე იურულ ეპოქაშიც არ ყოფილა. ვინ არის ბოლო გასარეცხად? ჩემ შემდეგ იქნები. დო, მალე დაამთავრებ. იურული ეპოქის შემდეგ გასულ დროსთან შედარებით ძალიან მალე. გასაგებია. საღამომდე აქ დაბანას ვერ მოვასწრებ. ტბაზე წავალ. მართალია, მეც ტბაზე მინდა. მეც მინდა. მეც ტბაზე წამოვალ, მეც მინდა. მოიცადეთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ. ცხელა. მაგარია. ნამდვილი ეგვიპტური პირამიდა ააშენეთ. როგორც წიგნშია, ეგვიპტელებს კიდევ წყალსადენი ჰქონდათ, რომელიც ბორბლის მეშვეობით მუშაობდა. შეგიძლიათ ასეთი გააკეთოთ? არ მესმის როგორ მუშაობდა, მაგრამ ვიცი, ვის უნდა ვკითხო. დინოზავრები ხომ ყველა ეპოქას მოესწრნენ. გამარჯობა. რას აკეთებთ? საბანაოდ მოვედი, ტბა კი თითქმის დაშრა. ტბაში კობრები ცხოვრობენ, ისინი ხომ დაიღუპებიან. ტბა უნდა გადავარჩინოთ. ტბაში წყალი უნდა დავამატოთ. ძველ ეგვიპტეში წყალსადენი ხომ გაქვთ ნანახი? მრავალი წელია ვცხოვრობთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტყეში გავატარეთ. ეგვიპტეში არ ყოფილვართ. ზერ, შენ რა ტანსიფხან? კი ისერ სჭიმავს, რომ უფრო ლამაზი გახდეს ჩემსავით. რაღაც მსგავსი მინახავს. საით მიფრინავ? მართალია, შემეშალა. გმადლობ თორ. სად გაფრინდა? ზერს ყველა კი ვერ გაუგებს. როგორ მუშაობდა წყალსადენი? აი რა უნდა გავიგოთ და მერე მისი მსგავსი გავაკეთოთ. არ ვიცი რა არის, მაგრამ გენიალური ფოტო გადავიღე. იდეალური რაკურსია. შენ ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებ. მაშინაც კი როცა არ იცი, რას აკეთებ.
ეს ძველებური წყლის წისქვილია, მაგრამ მგონია, რომ ტოტებიანი კუნძია გაჭედილი და ბორბალს ხელს უშლის. მივხვდი, როგორ უნდა ავაშენო წყალსადენი. ოღონდ დიდი შრომა მოგვიწევს. ტურბოზავრებო, წინ! ტრაკ, ამ შრალი მორებისგან ფიცრები უნდა გაკეთდეს. ფიცრებისგან კი სადინარი უნდა გაკეთდეს წყლისთვის. მერე შენ და თორი სახტენებს დადგამთ, ანკიკი ზედ სადინარს მოათავსებს. შესანიშნავი წყალსადენია. წყალი სად არის? მოიცადე ზერ, ყველაფერს ერთად ნუ მოინდომებ. თორ, ეს ხედაჭერი და გული გამობურღე, გამოვა კასრები. ტრაკი და ანკიკი კასრებს ბორბალზე დაამაგრებენ. ახლა კი ზერ, ბულს დაეხმარე მორს გვარელი გამოსდოს. შენ კი ბულ, ფრთხილად გამოკაჩე. წყალი! წყლის გაშვებაში დავეხმარე. სწორად მოვიქეცი, რომ პირსახოცი წამოვიღე. წყალი არ წყდება. მალე იქ ნამდვილი ზღვა გაჩნდება, პალმები, პლაჟი. საღამოს ყველაფრის დაშლა მოგვიწევს, რომ ტბა არ გადაიფსოს. ახლა კი წისქვილს რა მოუვა? საღამო მშვიდობისა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. შეხედეთ, ბორბალი ისევ ტრიალებს. ხო. ძველი წისქვილის სამუზეუმო იშვიათობაა. მომეჩვენა. სამუზეუმო იშვიათობა. იდეა მაქვს. წისქვილი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ. მოგესალმებით ყველას ახალ მუზეუმში. ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანზეც მოგვინდება იმდენ ხანს ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ხრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით?
უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ. ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან. სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პიტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ. მაგალითად, სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია. ხომ ასეა, ბულ. მართალია, თორ. მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო. თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო, წინ! შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ბეღელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. დილი საათისთვის არ შევთანხმდით? ალბათ დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, სანამ თქვენი მეცადინებთ? გზებზე არ ვმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გითხრათ, რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეითთა გადასასვლელი. ო, დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა.
არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან? ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკროდა. მე ყველა გადავარჩინე. ოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფეჯა დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ. ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულობ, დაიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გვჭირდება. ბორა და ფეჯა უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გვქონდა.
საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. თხის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ. ჩათვალეთ, რომ უკვე დავეწიეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი მესმის სიჩქარე. ბორია, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდა ნორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. სოფლის შემოვლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიტი, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორია და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ. ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბორია და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვე დახვდებათ, ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. აღარ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დავტოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშიც მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინ ამოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს, რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ! დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგვალო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა, დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა! ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? ვაშა! სახლში ვართ! სად იყავით? ძალიან მინერვიულე. დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწას შემოუვლი, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან, ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ხო, ჩვენ ვართ ყოჩაღები.
შეხედეთ რა ვიპოვე. ალბათ ტურისტებს დაავიწყდათ. ეს კოსმოსური რაკეტაა. მასზე შეიძლება ვარსკვლავებთან გავფრინდე და სხვა პლანეტებზე. ეს სახიფათო არ არის? ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება სხვა პლანეტებზე. როგორ არ ვიცით? აი ყველაფერი ხატია. სხვა პლანეტებზე ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. აი ეს კი მე მგავს. შეიძლება ბიძა ჩემია. საოცარია, ზერს ბიძა ჰყავს. ანდეიდა, რა მნიშვნელობა აქვს? მინდა მათთან სტუმრად ჩავიდე. ჩვენ ხომ კოსმოსური ხომალდი არ ყავს. მაგრამ ვიცით როგორ გამოიყურება. მისაშენებას შევძლებთ. ჰა. და კოსმოსში გაფრენილი მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი გავხდები. 15 18 25 მორჩა. ყოჩახ, 25 ჩაჯდომა გავაკეთეთ. ახლა 100 თვები. არ შეიძლება რომ ვარჯიშის გარეშე გახდე კოსმონავტი. არ შეიძლება. აქ ყველაფერი ხატია. კარგი, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი გამოვიდა. მეც მინდა სხვა პლანეტებზე გავფრინდე. შენთვის 5 ჯერ უფრო დიდი ხომალდი უნდა ავაშენოთ. 6 ჯერ. ჩვენი კოსმონავი სად არის? კოსმონავტი გადაიღალა. რაკეტა მზად არის გასაფრენად. ზერ, ფრთხილად იყავი. არი ნერვიულოთ, სწრაფად ვიფრენ. იქით გავფრინდები და მასშივე უკან დავბრუნდები. ვიწყებ უკუთვლას. 5 4 3 2 1 სტარტი. რა ხდება? სად არის ცეცხლი, კვამლი? რატომ ვერ მიფრინავ ვერსად? რას აკეთებთ? რაკეტას ვუშვებდით კოსმოსში, მაგრამ არ გაფრინდა. მინდოდა მსოფლიოში პირველი კოსმონავტი პტეროდაქტილი გამხდარიყავი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი რაკეტა შევქმენით, როგორიც ფოტოზეა. ნეტავ რა არ გავაკეთეთ სწორად. ძალიან კარგი რაკეტაა, მაგრამ ვერ გაფრინდებოდა. მას ხომ ძრავები არ აქვს. რაკეტების ძრავები კი ძალიან რთული კონსტრუქციისაა. ჩვენ თვითონ მასეთებს ვერ გავაკეთებთ. აი, ასეც ვიცოდი. არ მოიწყინოთ. იდეა მაქვს. ამ რაკეტას პარკში დავაყენებთ და ბავშვები კოსმონავტობანას ითამაშებენ. შესანიშნავი იდეა, კატя, მაგრამ ჯერ რაკეტა უნდა დავშალოთ, პარკში გადავიტანოთ და იქ თავიდან ავაწყოთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, ფარებით გაანათე, ტრაკ, ანკი, რაკეტის აწყობა და დაყენება დაიწყეთ. ზერ, თვალი ადევნე, რომ რაკეტა ზუსტად ვერტიკალურად იყოს დაყენებული. ტურბოზავრებო, წინ! დავიწყოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ.
გააკეთა გადაიხარა. უფრო სწორად უნდა დადგათ. ყოჩახ, შესანიშნავად იმუშავეთ. წყალღრმა ბატის კაფებს ზრავები აქვთ? მინდა მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი ვიყო. ასეთი რა ვთქვი? რა? ოჩახ ბავშვებო, რას ხატავთ? მე თეატრს ხატავ, მე ბალეტს. ფებია, ბალეტი დიდი ხნის წინ ნახე? მე არც ისე დიდი ხნის წინ. აი, სტეპან პეტროვიჩი კი თეატრშიც და ბალეტზეც დიდი ხანია არ ყოფილა. რატომ? ბეჯა, მოდი სტეპან პეტროვიჩი გავართოთ. გავართოთ. ცეკვები ვაჩვენოთ, რომლებსაც სკოლისთვის ვამზადებდით. ხო, მაგრამ სცენა გვჭირდება. სკოლაში ხომ ვერ ვიცეკვებთ. კატა, ვიცი მინდა გვეხმარება სცენის მოწყობაში. მეც ვიცი. მე არ ვიცი რა არის თეატრი. მე არ ვიცი რა არის ბალეტი. მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ეს როგორც კინო ისეა, ოღონდ ცოცხალი მსახიობებით და ეკრანის მაგივრად სცენაა. მოდი ერთად დავაშენოთ საზაფხულო თეატრი. ახლა ხან მშობლებისთვის კარგი ადგილი ვნახე. ზუსტად სტეპან პეტროვიჩის სახლის გვერდითაა. ოღონდ იქ რაღაც მორები დევს და ბრეზენტით გადაფარული მიტოვებული ვაგონია. ამ ყველაფერს გამოყენება შეიძლება ზერ. ვაშა, ტურბოზავრებო წინ. ჯერ სცენისთვის ადგილი უნდა გავათავისუფლოთ. კარგი. გავაკეთებთ. ბოლ არ დაგავიწყდეს მაყურებლების დარბაზისთვის ადგილის გათავისუფლება. აქ? ანკი, უსაქმურად რატო დგახარ? ის მორები აიღე და სცენა აშენე. ისეთი როგორც ჩემს ნახატზეა. სწორად დადე. ზერ, ნამდვილი სუფლიორი ხარ. ცუდი სიტყვების თქმა არ არის საჭირო. ზერ, არ გეწყინოს. სუფლიორი ადამიანია თეატრში, რომელიც მსახიობებს სიტყვებს კარნახობს სცენის წინ განლაგებული სპეციალური ჯიხურიდან. მოწოდებით ნამდვილი სუფლიორი ვარ. ძალიან მიყვარს კარნახი. სად არის ჩემი სპეციალური ჯიხური? აი ეს არის. რა მაგარია თეატრი. დო, შენ რა, იცი რა არის თეატრი? სირცხვილი არ იცოდე რა არის თეატრი. დიდი ხანია ვოცნებობ პრიმადონა გავხდე. და ვინ არის პრიმადონა? ყველაზე მთავარი მსახიობი ქალი. მე კი სიტყვებს კი კარნახებ. მე სუფლიორებს შორის ვარ პრიმადონა. დაგავიწყდათ, რომ ამ წარმოდგენას ბებიასთვის და სტეპან პეტროვიჩისთვის ვმართავთ. მათ კი დინოზავრები არ უნდა ნახონ, ამიტომ ჯობია დაიმალოთ. არ გვინდა დამალვა, ჩვენც გვინდა წარმოდგენის ნახვა. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ბეტია, კატია, პრეზენტი გადაგვაფარეთ. ბებიამ და სტეპან პეტროვიჩმა იფიქრონ, რომ გადასატანი თეატრია ბორბლებზე. ახლა კი ყველაფერს ნახავთ. პირადად მე ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგია. კარგი, ჩუმად ისხედით? ჩვენ მაყურებლებს მოვიყვანთ. თორ, მოდი ადგილები გავცვალოთ. შენ თვალების ადგილი უფრო დიდად გაქვს ამოჭრილი.
მგონი ვერაფერიც ვერ იეჭვეს. ბრავო. ბრავისიმო, რაღო ჩაღები ხართ? როგორ გამახარეთ? სახში გავიქცევი და ყველასთვის გემრიელ ბლინებს გამოვაცხობ. მე დაგეხმარები. რა მაგარი იყო. არ ვიცოდი რომ ასე შეგეძლოთ ცეკვა. მე ასე ვერ შევძლებდი. მართალია პრიმადონა ვარ, მაგრამ თქვენამდე ვერც მოვალ. ასე არ შეიძლება. კორახიც არ იყო საჭირო. სუფლიორისთვის სამუშაო არ მოიძებნა. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.